47 წელი გავიდა სწორედ ამ ისტორიული მოვლენიდან და დღეს აქ შეკრებილი ხალხი ამბობს, რომ ამ ერთობამ და ამ პროტესტმა შედეგი გამოიღო და სწორედ ამიტომ დღეს საქართველოს აქვს თავისი სახელმწიფო ენა ქართული და ეს არის მრავალსაუკუნოვანი განძი, რაც ქართველებს გააჩნიათ და სწორედ აი ამ პროტესტით, რომელიც დაიწყეს სტუდენტებმა, სწორედ ამის შემდეგ გამოიღო ამ ყველაფერმა შედეგი და საბჭოთა რეჟიმმა უკან დაიხია. მე ახლა კადრში განახებთ თუ რა ვითარებაა სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. თქვენ ხედავთ, რომ აქ არიან მოსული სხვადასხვა პროფესიის ხალხი, მათ შორის არიან სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც დღეს აი სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ დღესთან დაკავშირებით აქ შეიკრიბნენ. ხედავთ, რომ მათ აქვთ სხვადასხვა ბანერები აქ მოტანილი იმ გმირების, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მისი თავისუფლებისთვის თავი გასწირეს და ასევე თქვენ კადრში ხედავთ აქ გამომსვლელს, რომელიც სწორედ 14 აპრილს იმყოფებოდა აქ და 47 წლის შემდეგაც სწორედ აქ დგას და სიკვდით გამოდის უკვე თავის გამოცდილებას უზიარებს ის ხალხს. თქვენ ხედავთ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ასევე ბანერები აქ მოტანილი, გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია, სწორედ ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი და თქვენ ხედავთ, რომ ეზო არის ფაქტობრივად სავსე და ხალხი ემზადება უკვე იმისათვის, რომ ძალიან მალე სულ რამდენიმე წუთში გადაინაცვლოს საქართველოს პარლამენტთან, რომელიც არის დანიშნულების ბოლო წერტილი და სწორედ ასე იყო 1978 წლის 14 აპრილსაც, როდესაც სტუდენტებმა სწორედ იმ მიზნით, რომ საქართველოს ქართული ენა შეუნარჩუნებინა, სწორედ ამიტომ ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძნენ პარლამენტამდე და ამ ყველაფერმა დღეს სწორედ აი შედეგი გამოიღო, რასაც ქვია ქართული ენის არსებობა ქვეყანაში და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ ის კომენტარები, რომლებიც ჩვენთან აქ მოსულმა ხალხმა გააკეთა. მე როგორც მონაწილეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის 20 წლის ვიყავი მაშინ, ეს იყო სრულიად გარდამტეხი მოვლენა, როდესაც ჩემს არსებობას, როგორც ადამიანის არსებობას ეცლებოდა საფუძველი. ამიტომ მე სხვა გამოსავალი არ მქონდა, მაშინ არ მიფიქრია სხვაზე არაფერზე, გარდა იმისა, რომ თუ შენ მე წამართმევ იმას, რაზედაც მე ვდგევარ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ესეთ არსებობას? დღევანდელ დღეს რო შევადაროთ, ეს არის პირდაპირი დარტყმა, მე ვიტყოდი საქართველოს რესპუბლიკაზე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაზე, სადაც უნდა იყოს ის, რაც გვიწერია კონსტიტუციაში, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ საკუთარი აზრის გამოხატვა, ანუ უნდა არსებობდეს მრავალფეროვნება და არ უნდა იყოს ერთი ცენტრალური დისკურსი, ის, რომ საქართველო უნდა იყოს სოციალური სახელმწიფო, რაც გულისხმობს თანასწორობას და ის, რომ სოციალურ სახელმწიფოში სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ყველაზე და არა შერჩეულ კატეგორიაზე, რომელსაც ის უმრავლესობაში აღმოჩნდება. მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ერთობის და გამარჯვების, რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვების, ისეთ მტერთან გამარჯვების, ისეთ საკითხზე გამარჯვების მოპოვების, რომელიც მოულოდნელი იყო. და ვფიქრობ, რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა, მაგრამ ძალიან სიმბოლურია ამ კონტექსტში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ ჩემთვის როგორც ლექტორისთვის ძალიან კიდე სხვანაირი მნიშვნელობით იტვირთება დღეს, როდესაც ჩვენ გვყავს პატიმარი სტუდენტები, რომლებიც თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოხდის გამო იხდიან დღეს სასჯელს, როდესაც ჩვენ ვნახეთ ძალადობრივი მოპყრობა სტუდენტებთან მიმართებაში და ზოგადად მოსახლეობასთან მიმართებაში. კიდე უფრო მნიშვნელოვანია ამ გზის სიმბოლური გამეორება, ერთმანეთის დანახვა და ამ ერთობის კიდე უფრო სხვა ძალით განცდა. ის მუხტი და ის მნიშვნელობა, რაც ამ დღეს ჰქონდა, რომ ქართული ენა მიყო მაშინ ქართული ენის გაქრობის საშიშროება იყო და ამის დასაცავად გამოვიდნენ სტუდენტები, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული თარიღი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი ისტორია და კიდევ ერთხელ ვანახოთ რეჟიმს, რომ არ შეიძლება ამ ბრძოლის ესე გაგრძელება და აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად კიდევ ერთხელ დავიცვავთ ჩვენს ეროვნულობას და ჩვენს ენას. სანამ ჩვენი შვილები ჩვენ გვერდით არ იქნებიან, ყველა მსვლელობაზე
წინ ვიდგებით ხელჩაკიდებული დედები და ვერავინ ვერ დაგვაშორებს ერთმანეს. სანამ ჩვენ შვილებს არ გამოვიყვანთ გარეთ და სანამ შვილებს გამოვიყვანთ, მანამდე ჩვენი სამშობლო სანამ თავისუფალი არ იქნება, დამოუკიდებელი არ იქნება და გაბრწყინებულს სანამ არ ვნახავთ საქართველოს, ჩვენ დედები არ გავჩერდებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან მსვლელობა სულ რამდენიმე წუთში დაიწყება, მას შემდეგ რაც გამომსვლელები თავის სიტყვას დაასრულებენ, გეტყვით იმას, რომ ისინი გაივლიან მარშრუტს, რომელიც 47 წლის წინ გაიარეს სტუდენტებმა, პროფესორ მასწავლებლებთან და სხვა რიგით მოქალაქეებთან ერთად და აქ შეკრებილები არიან როგორც სტუდენტები, სხვადასხვა პროფესიის ხალხი, ასევე არიან აქ იმ პირების მშობლები, რომლებიც საპროტესტო აქციებისას დააკავეს და ისინი ამბობენ, რომ ისინი შემოუერთდებიან ყოველ ასეთ აქტივობას, რადგან თვლიან, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ისინი ყოველთვის იდგებიან სწორ მხარეს. ჩვენც ველოდებით მსვლელობის დაწყებას, რომელიც უკვე სულ რამდენიმე წუთში დაიწყება.